მოგესალმებით, მე ვარ აბელა და მე დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენ კომპიუტერში ლოკალურ სერვერი. ანუ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ კომპიუტერში ნებისმიერი საიტი, ნებისმიერ ძრავს. პირველ რიგში ჩვენ ვთავ პროგრამას XAMPP. XAMPP-ის ანუ ამ ვიდეო გაკვეთილს მოვაყოლებ აუცილებლად ამ XAMPP-ის გადმოწერის ლინკს. არსებობს კიდე სხვა ლოკალური სერვერების შესაქმნელი პროგრამები, მაგალითად WAMP ან WebTrico, მაგრამ მე XAMPP-ი მიჩვენებს. თორე ჩავთავთ ამებს MySQL-ს და Apache-ს. შემდეგ ვაკეთებთ იმ ლოკალურ დისკზე, სადაც ჩვენ XAMPP-ი გვაქვს დაინსტალირებული. შემდეგ XAMPP-ის ფოლდერში, შემდეგ htdocs-ში, შემდეგ კიდე ამ DLE ძრავს ავტვირთავთ, გადავიტანთ აქ. აქ დავარქოთ რაც მინდა, ეხლა შევიდეთ ანუ როგორც ხედავთ, აქ შევიდა პაპკაში თვითონ აქ ანუ ჯერ იწერება სახელი, დომაინი, შემდეგ კიდე იმ პაპკის სახელი, რაც ჩვენ ავტვირთავთ. მაგალითად აქ რო დაგვიწეროთ DLE, ჩვენ აქაც უნდა დავწეროთ DLE. ანუ როგორც ხედავთ, ესე იქნება. ეხლა უკვე ჩვეულებრივად მივიყვებით. უკვე ჩვენ უნდა შევქმნათ MySQL database. ანუ ჩვენ შევდივართ ისე localhost-ში, ოღონდ XAMPP-ის პაპკაში. შემდეგ php myadmin, ჩვენ database. შემდეგ აქ წერთ უკვე ჩვენ ანუ database-ის სახელს. ახალს ამის სახელი, მაგალითად data ისევ, ანუ ნებისმიერ სახელი დაწყნათ ის ჩაწყებთ. შემდეგ ხრიათ, ანუ შევქმნათ. შემდეგ აქ ვიწერთ ბაზის სახელს, აქ root, პაროლს არ წერთ. ანუ ამ შემთხვევაში აქ ჩვეულებრივი მოხმარებლის სახელი, სწორედ ადმინისტრატორის სახელი, აქაც პაროლი, მეორე პაროლი და რამე მაილი. აქ ჩვეულებრივად მოვნიშნავთ და გადავიდეთ. როგორც ხედავთ უკვე საიტი შექმნილია. ეხლა მართალია თქვენ საიტზე არ უნდა შემოვა, მაგრამ თქვენ ანუ ეს საცდელი საიტს დავარქვენ მე ამ ლოკალ სერვერზე შექმნილს. ანუ უფრო სწრაფად ადვირთავთ, რაც მოგიდგენთ სურათი იქნება, ვიდეო გინდა თუ რაც გინდა, უფრო სწრაფად იმუშაოთ ამ საიტზე, ვიდრე რომელიმე უფასო სერვერზე რო გააკეთოთ საცდელი საიტი. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია. თუ ვინმე ვერ გაიგეთ, დატოვეთ ამ სიახლის კომენტარებში ან მოწერეთ Skype-ში.